კოცები ვნახე გადაშენებული ყველა ერთად. წყევლა დასჯადია უკვე, ესე ამბობს ქართული ოცნება. არ მომწონს ერთი სულ მაქვს როდის გადაშენება. რა მიზანი აქვს ამას? ადამიანების დაშინება. ჩვენს დაშინებას ცდილობენ? მე ასე ვფიქრობ, რომ აღარ გამოვიდეთ ქუჩაში, არაფერი პრეტენზია არ წარმოთქვათ და თვითონ კარგად იცხოვრონ და მე ვუყურებ. ხარი სულთქავთ ამაზე ჯარიმე ფიქრება ალბათ ბევრი აღარ ახლა. დააჯარიმეს ქალი იმის გამო რომ მან დაუწერა გამოხატა უკმაყოფილება ივანიშვილის მიმართ წყევლის სახით. დააჯარიმეს 3000 ლარი. რამაც სწორია ეს თქვენი აზრით? არა, სწორი არა ეს ამდენად ეს პირადი აზრის გამოხატვა პირველ რიგში, როდესაც სამწუხაროდ ძალიან გვიზღუდავენ. აი ამ კანონებით ცდილობენ რომ რამენაირად შეგიძლია ყველაფერი. რაუბედურება წყევლაზე ჯარიმა რაღა გავიგე. ყველაფერზე ჯარიმა შეიძლება? ანუ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი მაგალითად ივანიშვილმა გუშინდელ შემთხვევაში. ივანიშვილი კი რა ვინც არ უნდა იყოს კაცო რა მნიშვნელობა აქვს მაგას ვით. ჯარიმა ყველაფერზე ჯარიმა როგორ შეიძლება? ასეთ ელემენტარულ რაღაცაზე დაჯარიმება არ მევაჩნია სამართლიანად. ანუ წყევლაზე არ უნდა იყოს ჯარიმა? არა კაცო, ეს სასაცილოა ნამდვილად წყევლაზე ჯარიმა. სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც გვაქვს ჩვენ გადასაჭრელი. ვიდრე წყევლა. მე ჩემი მოსაზრება ასეთია. შეურაცხყოფელიაო ეს ასე გამარტავს ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოსამართლეც დაეთანხმა. ვაიმე შინაგან საქმეთა სამინისტროში ხო რას ქვია ყველაფერი აწყობილი აქვს და ყველაფერი რიგზე აქვს და მხოლოდ ეს წყევლა იყოს ჩვენი პრობლემა მეტი არაფერი. ხისგება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ გაფრთხილებით რაღაც ასე თუ შემოიფარგლება, კარგი იქნება, რომ შემდეგში აღარ გააკეთოს. რატომ იყოს დაჯარიმება და წყევლისგან? არ უნდა იყოს? არა, არც წყევლა დაიყოს. საერთოდ წყევლა გინება და ეს არის ძალიან სული მომენტი და არა ქრისტიანი და არა ქართული. მაგრამ უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ამის რეგულირებაში? არ მიფიქრია მაგ თემაზე. ასე მომდევა წყევლა და გინება? ანუ უნდა იყოს ჯარიმა თქვენ ამას ამბობთ. აბა რა უნდა იყოს? ეს ნამდვილად სულელია წყევლაზე არ შეიძლება ჯარიმის იცემა არსად მე მგონი კანონში არ ადასშვებული ასეთი რამე. სწორია დაჯერიმება ადამიანების წყევლისთვის. თქვენ რას გვეტყვით? კოცები ყველაფერზე გვსჯიან ჩვენ, განა მარტო წყევლისთვის. აბსოლუტურად ყველა ტროტუარზე დადგები გვსჯიან. ცუდ რაღაცას კომენტარს გააკეთებ გვსჯიან. ყველაფერს. ივანიშვილი დაწყევლა მოქალაქემ Facebook-ში და ამის გამო დააჯარიმეს 3000 ლარი. და ეს შეურაცხყოფელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს. და მას სასამართლოც დაეთანხმა. თვითონ რაც უნდათ ისე ამბობენ. როგორც აბა ჩემთვის რომ მოეყენებინათ არ დასჭიდნენ არავის ხომ ასე? არ უნდა ისჭებოდეს წყევლა საერთოდ თქვენი აზრით? შევეცადოთ რომ არ დავწყევლოთ უბრალოდ თუ არა მაგისთვის მთავრობას გვსჯიდეს ეს არა ნორმალური. აი როგორ გესმით თქვენ, რომ გამოდიხარ სახელიდან და დაგაწყევლის კაცი. უნდა მოვლინდე და რა უნდა უკნა. მთელი დღე დადიხარ მოშხამური, მთელი დღე ხარ ისა. ჯარიმა უნდა იყოს, ჯარიმა კი არა უნდა იყოს პასუხისგებლობა მაგაზე. შეურა დედა რო შეაგინო ხო პასუხისგებლობა ესე უნდა იყოს მაგაზე. ეხლა მე როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ეს არის პირადი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში, კანონში გვიწერია, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები გვაქვს პირადი აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ჩემი პირადი აზრის გამოხატვა, რომელიც სამწუხაროდ არღვევენ კანონში ჩემის აზრით და გვიზღუდავენ. მე ასე ვფიქრობ. ანუ ირღვევა გამოხატვის თავისუფლება? ერევიან ჩვენს გამოხატვის თავისუფლებაში. ეს არის პირველ რიგში კონსტიტუციაში ჩარევას და პირველ რიგში პირადი ჩვენი ინტერესებში ჩარევა. მე როგორც მოქალაქის თუ მინდოდეს რამის გაპროტესტება, ანუ იმის შიში უნდა მქონდეს, რომ აი უკან ჯარიმა არ მომეწიოს, ან უკან ვიღაცამ შეურაცხყოფა არ მომაყენოს, ან სტატუსის სახით, ან ასე ვთქვათ, სკროლის სახით, იმის აქ მესიჯის სახით, რომ შენ ეს როგორ გაბედე, შენ ეს როგორ დაწერე. ეს არის ჩემი პირადი მე მომწონს, ვარ ეს ყველა დამოუკიდებელ ქვეყანაში უნდა იყოს ეს. შეურაცხყოფელიაო, შეურაცხყოფელი იყო თქვა ივანიშვილისთვის დაწერილი წყევლაო და ივანიშვილისთვის შეურაცხყოფელი შეიძლება ყველაფერი იყოს, რაც ქართველ ხალხს არ მომწონს. და ქართულ ხალხს არ გვინდა რომ იყოს. და ჩვენ რომ უკეთესი საქართველო გვინდოდა და უკეთესი მომავალი გვინდა ჩვენი საქართველოსთვის და ჩვენი მომავალი თავისთვის, ალბათ მათთვის შეურაცხყოფა. რა ცდილობს ამ გზით ივანიშვილი და ივანიშვილის რეი? პირველ რიგში. აი ის რომ დავინახავ, რომ წავიკითხავ, რომ იმანეს დაწერა და დააჯარიმეს და შემდეგი რომ კიდე გაიგონებ დააჯარიმე, ხალხს შიშის თქმა აქვს, მაგრამ ქართველები არასდროს არ შევშინებებათ.
ყოველთვის ყველაფერს უძლებდით მაგრაც და იმედია ყველაფერს გადავლახავთ მომავალი საქართველოს. ანუ ეს ვერ გამოიღებს შედეგს ივანიშვილის ეს არ უნდა ცდელობა. გამოიღოს. მე ასე ვფიქრობ. ისეთი მომავალი თაობა გვესდება და ისეთი ახალგაზრდები გვესდება, რომ რა ვიცი. ყოველთვის წინ უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯარიმა, ფეხშედარგემ ჯარიმა, ყველაფერი ჯარიმებია და არ უნდა იყოს ჯარიმა წყევლისთვის. არ უნდა იყოს. ყველაფერზე ჯარიმა ტრანსპორტზე მოძრაობა მზარება ტრანსპორტით. რატომ მოიღებენ ესე ამდენ ჯარიმას და ამდენ რეპრესიულ კანონს? ფულის კეთების დროა და საკუთარ თავს თვითონ უნდა იკუთვნოდეს ადამიანი. თავისი შესაძლებლობებით უნდა იცხოვროს უყველა. ამას რა განზრახვა აქვს თქვენი აზრით, როცა მოქალაქეებს აჯერიმებენ და აძებენ პასუხისგებაში, თქვა წყევლის გამო? ლოცვას რა აქვს მიხარი? აი ახლა ეკლესიებსა და ვინებს რო ყიდიან, სანთლებს და მაგას და მაგდენი ფული შედის. მაგას რა მიმართულება აქვს? ამ ხელა ვაჭრობა რო არის? რა შეურაცხყოფაა წყევლა გეკითხებით. მაშინ სხვებმა რაღა უნდა თქოს. აქეთ რომ იგინებიან და აქეთ რომ იმაშვებიან, იმათთვის არ არის არც ჯარიმა და არც წყევლა და არც საპასუხისმგებლობა არავისზე. აი მე პარლამენტში რომ იყო ჯგუფური ძალადობა თავდასხმა, ამაზე გამოძიებაც კი არ დაუწყიათ. მით უმეტეს მე ეს არის გლეხი ხალხის პატიოსანი მშრომელი ხალხის ჩაგვრა მეტი არაფერი. ადამიანი შევიწროების მეც არაფერს არ გაქვს ეს ჯარიმაც და არც ყველაფერი ვამში. ან რატომ გვავიწროვებენ? რავი რატო გვავიწროვებენ ვიცი კაცო. მათ უნდათ იბოგინონ როგორც უნდათ ისე კაცო და შევიწროვე მე რომ შემოვიწროვე ქუჩაში ვერ გამოვალ თავისუფლად ვინ ივლის ის ვისაც აქ თავკისერს აყარა. ახლა ბატონ ივანიშვილი რო დაწყევლეს ამასთან დაკავშირებით. კი. რა გითხრა, აბა ცოტა ეს ცუდია ადამიანის წყევლა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაგას? ნუ რა თქმა უნდა არ შეიძლება და არც იმ გინებისთვის, როცა მათ ერთმანეთს აგინებენ მოქალაქესთან იწყება ყოველთვის დაბალიღობიდან, მაგრამ რა უნდა ქნა? დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალ. ან რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში? სინამდვილეში რასთან გვაქვს და რაღაცა უნდა იყოს ისეთი, მაგრამ ეს უფრო დიქტატურული სიტუაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არ ვიცი ზუსტად ვერ წვდები მე. ან დიქტატურას სჭირდება ეს კონტროლი ტოტალურად? კონტროლი საერთოდ სჭირდება დაბალი ფენის საზოგადოებას, მაგრამ ახლა ყველაფერში კონტროლი ცოტა ხერხულია და ეგა. წყევლა მე ჩემი აზრით ეს უფრო ბავშვური საქციელია, ვიდრე რაღაც სამართლებრივ კანონში და ზომებში არ ჩდება ჩემს აზრით. და სინამდვილეში რატომ მიიღეს ეს ახალი მექანიზმები და ახალი სამართლობა რატომ შექმნეს, რომელიც ასე ადგენს ოქმებს, რომ დააჯარიმოს მოქალაქეები ან დააპატიმროს მაგალითად გინების გამო ან წყევლის გამო? ნუ ეს გინება და ეხლა ეს ადამიანის შინაგან კულტურაზე უფრო დამოკიდებულია, ჩემი აზრით ახლა არა რა თქმა უნდა მიღებული, მაგრამ ამისთვის ჯარიმა მე ვფიქრობ, რომ არასამართლიანია. ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენთან მოსაგვარებელი გადასაჭრელი. ამაზე ვიფიქროთ, ამას მივხედოთ და თულა დრო არ ხარჯოთ ჩემი აზრით ასეთ ელემენტარულ საკითხებზე. რატომ ხდება ასე თქვენი აზრით, თქვენ დააკურებით, როცა მთავრობა მუშაობს არ რეალური პრობლემების მოგვარებაზე, თქვენ იმაზე რომ თქვენ პენსია გაიზარდოს, ან იმაზე რომ სურსათი გაიაფთეს, ან იმაზე რომ ბავშვები სიღარიბეში არ იყვნენ და საჭმელი არ ეთრებოდნენ. და რამე იღებს ამ რეპრესიულ კანონებს და წყევლის გამოაჯერიმებს ადამიანებს და რატომ აკეთებს ამას მთავრობა თქვენი აზრით? დავფაროთ ის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები ჩემს აზრით. რასაც ადამიანს რაც უნდა იმას იტყვის, ეს არის სიტყვის თავისუფლება და მე მგონი ეს უფრო ჩახშობილია ვიდრე ანუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უნდა ოცნება, ეს თქვენ ფიქრობ? ქვეყანა ასეთი ვერ წავა ჩემი აზრით. ასეთ საკითხებს თუ მივდიეთ და ის უფრო მნიშვნელოვანი ჭრილში დავტოვეთ, ასე ქვეყანა ჩემს აზრით წინ. როცა წყევლის გამო სჭირთ ადამიანებს და ვაჯარებებს, ხო? ასე ყველა მეორე იწევება კაცო არის ადამიანის ფსიქოლოგია, ეს ადამიანის ხასიათია და ამის გამო მე მგონი ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს. თქვის შეგნება თუ არ გააჩნია ადამიანს, თქვით კულტურა, იმას ჩვენ ვერ ვასწავლეთ და ჯარიმებით არაფერი არ გამოდის. და ასე ამ სამართველოს შექმნა, როცა ახალი უწყება შექმნეს და ასაქმეს ადამიანები, ამ გზით რა შეიცვლება პრაქტიკულად, როცა ადგენენ ოქმებს კონკრეტულ შემთხვევებში, თქვა ვიღაც პოლიტიკოსს ვიღაცამ შეაგინაო, ან თქვა დაწყევლეს ივანიშვილიო. ხო. არაფერი არ შეიცვლება. ერთადერთი ბიუჯეტში შევატანხა. ისევ ჩვენს ხარჯზე. აი